მართლმა პარტიამ არჩევნები წააგო და მე მოbrunდა ისევ იაპონიის მართლ პარტიის პრეზიდენტია. ამიტომ იცით, ესე იგი არგუმენტირება იმით, რომ ესე იგი ამით ჩვენ ვიღაცის უფლებებს ვღუდავთ, არასწორია ელემენტარულად. ესე იგი უნდა იყოს ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს კონსტიტუციური ნორმების ისეთი სქემა უნდა შევადგინოთ, რომელიც ესე იგი შეზღუდავს ერთმართველობას ქვეყანაში 10 წლების განმავლობაში. დააკვირდით, ესე იგი ჭორებს თუ მართალ სიტყვას, რაც მოსახლეობაში გაისმის, რომ ესე იგი არაუადრეს 13 წლის არჩევნები. რომ ესე იგი უფიქრია მიხეილ სააკაშვილის იმის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრად მოვიდეს და ნახეთ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი, რომელიც არის შემოთავაზებული. ეს რაც მას უფიქრია, ეს რაც მას უნდა, ეს ყველაფერი ამ ცვლილებებში ჩადებულია. ეს არის მხოლოდ პრეზიდენტის ფიქრები, ესე ვთქვათ, კონსტიტუციური ცვლილებები, თქვენ ისე პრეზიდენტის ფიქრები და სხვების სურვილი, რომ ეს ფიქრები დააკმაყოფილონ. გასაგებია. ვიდრე განვავრცობთ უშუალოდ თემას კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, მე ქაბატონთ ეს მინდა ვკითხო. ჩვენ საუბრობთ განსხვავებულ შორის გადაცემის დასაწყისში ანალოგიებზე, მე ვიცი თქვენი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც მინდა ვკითხო, თუ არსებობს მსგავსი ანალოგია, რომ კონსტიტუციაში იყოს გაწერილი ესეთი შეზღუდვა, რომ კონკრეტულ პირს, მაგალითად, თანამდებობის პირს, რომელსაც ამ თანამდებობას გარკვეულწილი უმუშავია, შემდეგ სხვა თანამდებობა ბაზე შეზღუდვა დაუწესდეს. ეს რამდენად იგივე თემას უბრუნდებით, მაგრამ მაინც რამდენად არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა. იცით რა, მე ვაღიარებ, რომ 200-ზე მეტი ქვეყანა მსოფლიოში და 200-ზე მეტი ქვეყნის ძირითადი კანონები მე ყველა არ შემისწავლია. ამისთვის არსებობენ სპეციალისტები. ჩვენ არ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც თავის ბროლის სასახლეში შეიკეტება, იქ რაღაც აზრი მოვა და მეორე დღეს ამას სახმოვანებს. კი ბატონო, მოდით 200-ს ვერ შევადრით თავს, მაგრამ წამყვან ქვეყნებს ვისაც გვინდათ დავეციოთ ყველაკო და გავუსწროთ კიდევ. წამყვანი ქვეყნის კონსტიტუციებში ყველგან არის სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები, რომელიც მოცემული ქვეყნის საზოგადოებას ჭირდება. ეს ამაში არაფერი მიუღებელი არ არის. იმის ზებნა რომ არის თუ არა ეს მუხლი ზუსტად ასე სიტყვით, რომელიმე ქვეყნის კონსტიტუციაში არ არის, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია. ჩვენ ვიტრიალებთ იმ წრეში, რომელიც წრეც დაგვიდგინა ამ ხელისუფლებამ უკვე აგერ 2004 წლიდან. გვეუბნება რას, რომ აი ყველა ფრაზა დააკვირდით რეფორმა რომ შემოდის, იწყება ასე, ყველა ქვეყანაში ასეა. მე არ მაინტერესებს რა ხდება სხვა ქვეყანაში. მე რომელიც 16 წლის ასაკიდან სხვა მცხოვრობდი და 2 თვის წინ დავბრუნდი ამ ქვეყანაში. მე მაინტერესებს რა ინტერესებს ქართულ საზოგადოებას და ჩვენი პოლიტიკური ძალა ამით არის დაინტერესებული და არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური ძალა. თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც ლეიბორისტს და თავისუფალ დემოკრატს ერთჩვენიერ დღეს ერთი და იგივე აზრი მოუვა თავში. ესე იგი, ეს რასთან გვაქვს საქმე, წარმოიდგინეთ თქვენ. ესე იგი, იმასთან გვაქვს საქმე, რომ ეს არის შემაშფოთებელი რაც ხდება და ამით არის შეშფოთებული ყველა. უბრალოდ ლეიბორისტებმა სხვა ფორმა მიცეს ამ თავიანთს და ჩვენ სხვა ფორმა მივეცით ერთი თვე გავაკეთეთ კონსტიტუციაში სახელი და გვარის ჩაწერა. ხო, ეს არ შეიძლება ახლა რომ თქვათ მიხეილ ვიღაცის ძე არ გახდეს, ეს არ შეიძლება, ეს ანტიკონსტიტუციურია ნამდვილად, მაგრამ იდეა ჩვენ თქვენ რასაც ითხოვთ ეს დაუშვათ არ არის არადემოკრატიული სხვა ქვეყნების გადასახედიდან. ანუ მე რას გულისხმობ, როცა ჩვენ საუბრობთ ხოლმე ამ თუ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ყოველთვის გვაინტერესებს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი. ასე არ არის? იქიდან გამომდინარე, რომ შემდეგ მათ რეკომენდაციებზე არის ბევრი რამ დამოკიდებული. ქვეყნის შიგნით მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები. ანუ რამდენად არის ეს დემოკრატიული ასეთი სახის შესწორება კონსტიტუციაში? კი ბატონო, ეს მართალია, რომ ის რაც მოუნდება ქართულ საზოგადოებას, უნდა გადაითარგმნოს კანონად, ამას ვაკეთებ ჩვენ დღეს, მაგრამ მნიშვნელოვანია რას ფიქრობს სხვა ექსპერტი, უცხოელი თუ ქართველი. ჩვენ პირველ რიგში ქართველ ექსპერტებს დაველაპარაკეთ და სახელებს მოვთხოვთ, რომ მათი ცხოვრება არ გართულდეს, მაგრამ უცხოელ ექსპერტებთან მე პირადად მქონდა კონსულტაცია. მე რომ ვიყო ოფიციოზი დღეს, მე შემეძლებოდა თქვენ დღეს მოგიტანოთ მათი დასკვნა. მაგრამ მე ოფიციოზი არ ვარ, ერთი უბრალო ოპოზიციონერი ვარ და არ მაქვს უფლება ვიღაცას ოფიციალური დასკვნა გამოვთხოვო, მაგრამ არაოფიციალური საუბრებიდან გაირკვა, რომ ეს ჩვენი შემოთავაზება იმის გამო, რომ არა გარდამავალდებულებაში წერია, არამედ როგორც ჩვენ გვსურს 70-ე მუხლში და იმის გამო, რომ ეს არის აკრძალვა კი არა, შეზღუდვა, ვადა აქვს ამ შეზღუდვას, რომლის მერეც იგივე პირი შეიძლება გაპრემიერ-მინისტრეს, ამ მიზეზების გამო მათ თქვეს ასეთი რამ, რომ ეს პოზიცია არის კონსტიტუციონალისტებმა თავისუფლად დაცვადი და ხელისუფლებას მისენაზე თუ დავუხსნათ defendable. აი ეს უცხოელი ექსპერტების აზრი პირად საუბრებში. დიახ, ეს არის პირად საუბრებში მათი აზრი. ჩვენ კიდევ ერთხელ თქვენ შემოწყვეტნეთ ბროლის კოშკზე ვამბობდი. არ გვაქვს
მანერად, რომ რაღაც მოვიფიქრეთ სადღაც შეკეტილებმა, გამოვარდით და რაღაცას ვამტკიცებთ. ჩვენ ერთი თვე დაახლოებით გავატარეთ აი იმ კონსულტაციებში, ვფიქრობდით მართლები ვართ, არ ვართ მართლები, ანტიკონსტიტუციური ხომ არ არის. ყველამ გითხრა, რომ ეს არ არის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის შეზღუდვა, რომელიც სჭირდება ქართულ საზოგადოებას და ქვეყანას, რომ განვითარდეს ჯანსაღად. ხლა ამ შეზღუდვაზე თუ იტყვიან, ნუ არს, მე უკვე ჩვენ თავიდან განვიხილავთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც გვაქვს გასაგებია, რომ განვახორციელოთ. რას იზამთ თავიდან ამას ცოტა უფრო კონკრეტულად შემდეგ უკვე ჩაგეკითხებით, ვიდრე ბატონიოთარის მოსაზრებასაც გავიგებდეთ, რამდენად დემოკრატიული ან არადემოკრატიულია ეს შეთავაზება, ან ეს ცვლილება, ამას გავარკვევთ მხოლოდ რეკლამის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დროს ჩვენ დავბრუნდებით, დაგვალოდეთ. თქვენ უყურებთ თოქ-შოუ არგუმენტებზე, ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ოთარ მელქაძე, თეა წულუკიანი. მაშასე ბატონო ოთარ, თქვენ როგორც კონსტიტუციის საკითხებში ექსპერტს, როგორც ამ საკითხებში ღრმად ჩახედულს და პროფესიონალს, ანუ იცით სხვა ქვეყნის ანალოგიები, ჩვენ საუბრობთ ანალოგიებზეც, მაგრამ პირველ რიგში რამდენად არადემოკრატიულად შეიძლება ჩაერთვალოს ეს გადაწყვეტილება, ანუ ეს შესწორება თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და წამყვანი თუნდაც ევროპული ან არაევროპული ქვეყნების კონსტიტუციაში მსგავსი სახის შეზღუდვები თუ ფიქსირდება სადმე? ციტაი გამოტემაც ბზანა, ესე იგი, ასე ვთქვათ, აბსოლუტური ერთგვაროვნება სხვა სისტემების ფორმირების დროს არ არსებობს. აი მაგალითად, საფრანგეთში პრეზიდენტის არჩევნების უფლებამოსილება, გადარჩევის უფლება შეზღუდული არ არის. ესე იგი, თუ ამ პარამეტრით ვიხემძღვანელებთ, მაშინ ყველა დანარჩენ სახელმწიფოში, სადაც მხოლოდ ორჯერ გადარჩევის უფლება არის, ესე იგი, მათი უფლებები ილახება, ხო? ხლა ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, ესე იგი, რა კონსტიტუციურ საფუძველზე შეიქმნა სახელმწიფო, როგორ ვითარდება, რამდენად დინამიურია დემოკრატიულობის პროცესი ამ ქვეყანაში და ესე იგი, გადაწყვეტილებების კორექცია კონსტიტუციასთან მიმართებაში მხოლოდ აქედან უნდა მოდიოდეს. ჩვენ დავინახეთ, რომ ესე იგი, საპრეზიდენტო ინსტიტუტმა იმ უფლებამოსილების ფარგლებში და იმ ვთქვათ თავისებურებებით, რაც ქვეყანაში მოქმედებს, არ გაამართლა. ესე იგი, ის რასაც ვთქვათ ჩვენ კონსტიტუციური ცვლილებებით გვპირდებიან, ეს შეცვლის მოდელს თითქოს ერთდაგვარად, მაგრამ გაგრძელდება ისევ ერთპიროვნული სახელმწიფოს მეთაურობა იმავე პიროვნების მიერ, რომელიც დღემდე საქართველოს პრეზიდენტია. ანუ ამ შემთხვევაში თქვენ ამბობთ, რომ უფრო ძლიერი იქნება პრემიერი ვიდრე პრეზიდენტი და შეიძლება ძლიერი პრემიერის სახით მოგოვლინოს სააკაშვილი. თუ მოისმენთ, მე რამოდენიმე თავისებურებას გეტყვით. საერთოდ მოდელები, იცით, თვითონ საკონსტიტუციო კომისიის წევრები ზოგი ეძახის არის საპარლამენტო მოდელი, ზოგი ეძახის ეს არის შერეული მმართველობის მოდელი. დიახ. საპარლამენტო მოდელი რო არ არის სასახა. დიახ. იმიტომ რომ პარლამენტი დარჩა იგივე ჩაგრულ მდგომარეობაში, რამ მდგომარეობაშიაც იყო დღემდე, ვიდრე 1995 წლიდან მოყოლებული და განსაკუთრებით 2004 წლის ცვლილებების შემდეგ. რაც შეეხება, ვთქვათ, შერეული მმართველობის მოდელს. კლასიკა იცნობს მის რამოდენიმე ნაირსახეობას, არის საპრეზიდენტო, საპარლამენტო, საპრეზიდენტო. რა თქმა უნდა, ეს ვთქვათ, მოდელები სამართლებრივი ბუნებით არის განსაზღვრული, მაგრამ ამ მოდელებში თავისებური აქცენტები შეაქვს პოლიტიკურ სპექტრს. ესე იგი, თუ მრავალპარტიულია, რომელი პოლიტიკური მმართველი პარტია არსებობს, რა ძალის, ვთქვათ, რა ხმების რაოდენობა აქვს პარლამენტში, ასე შემდგომ. ესე იგი, ეს ბალანსდება არა მარტო სისტემური ორგანიზაციის თვალსაზრისით, არამედ მისი რეალობით თუ როგორი პოლიტიკური სპექტრი გააჩნია მმართველ პოლიტიკურ გუნდს. ხა ჩვენ ერთხელ გქონდა ასეთი განცხადება იმის თაობაზე, რომ ესე იგი 2004 წლის ცვლილებები რო შემოვიტანეთ, იქ არც ფრანგულს გავდა, უფრო მეტად რუსულს გავდა ის მოდელი შერეული მმართველობისა და იქ იყო ასეთი, ვთქვათ, ჩემი მოსაზრებების თაობაზე, რომ ეს არის პრეზიდენტი პრემიერთან ერთად. და პარლამენტი აღმოჩნდა მესამე პოზიციაზე, მათ შორის თავისი ძირითადი საქმიანობის სფეროში, რასაც კანონმდებლობა ქვია. ეხლანდელი შემოთავაზებული მოდელიც, ესე იგი, თითქოს და ორიენტირებული უნდა ყოფილიყო ხელისუფლების დანაწილების, ვთქვათ, რეგულაციაზე. იმიტომ რომ ჩვენთან პრეზიდენტია ერთადერთი ერთპიროვნული მმართველი და ყველა დანარჩენი ინსტიტუტები მის ნებასურულის ამსრულებლები არიან, მთავრობასა და პარლამენტიც. ესე იგი, საკანონმდებლო ინიციატივის ძირითადი ბერკეტები მას აქვს ხელში და ასე შემდეგ. ესე იგი, მაგრამ ეხლა რა გამოვიდა? ამ ცვლილებებით პარლამენტი ისევ რჩება იმ დონეზე.
რა დონეზეაც იყო. კი ბატონო, ანუ არ ძლიერდება პარლამენტის. არაფრით არ ძლიერდება. საკანონმდებლო